შეხვდა. რა პოზიცია აქვს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ფრაქცია საქართველოს პატრიოტებს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ფრაქცია საქართველოს პატრიოტების შეხვედრის დეტალებზე და ასევე პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარე დეპუტატი გიორგი ლომია. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, დღეს თქვენ გქონდათ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. თქვენ მას მოუწოდეთ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ამ შეხვედრის დეტალებზე რომ გვესაუბროთ? პირველ რიგში მინდა მივესალმოთ თქვენს ტელემაყურებელ და რადიო მსმენელს. მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჩვენ ასეთი მოწოდება არ გაგვიკეთებია. პრეზიდენტი დაადებს თუ არ დაადებს ვეტოს, ეს მისი პრეროგატივაა და წინასწარ ვერ გეტყვით რა მოხდება. ამ თემაზე, ზოგადად ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, კიდევ ერთხელ გიმეორებ, დაადებს თუ არ დაადებს ვეტოს პრეზიდენტი. რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ბოიკოტი გამოუცხადეთ, მაშინ ამ კანონპროექტს დავტოვეთ პლენარული სხდომა. დღესაც ამ აზრზე ვრჩებით, რომ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტი ფაქტიურად ზეწოლა ხდება მობილურ ოპერატორებზე და შესაძლებელია თქვათ ბევრმა მათგანმა აღარ ისურვოს აქ ესე ვთქვათ მუშაობის გაგრძელება და დაიხუროს ეს კომპანია და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩეს უმუშევრად. მაგრამ პირადად ჩემი აზრი არის ის, რომ თქვა დაიხურება თუ არ დაიხურება მობილური ოპერატორი დღეისთვის მაგალითად ეს იმდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მაგალითად ის, რომ ჩვენ ისევ მოგვისმენენ, ისევ მოხდება ესე ვთქვათ მიყურადობა, ფარული თვალთვალი და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემთვის და ხალხის მე ვფიქრობ საზოგადოების უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ვიმეორებ, რომ ისეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი უმუშევრად არ დარჩეს. ჩვენ გავიხილეთ კიდე სხვადასხვა თემა პრეზიდენტთან, შევეხეთ სხვადასხვა თემატიკას, მაგრამ ერთიანობაში ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს და ამის მიღება არ უნდა ხდებოდეს თანაც ეს დაჩქარებული წესით. მან კიდე სხვა ნიუანსებია, ხო თქვენ შეიძლება უცნობი იყოს პენსიის სისტემა თუ მაგალითად მოისურვა შესაძლებელმა ადამიანმა, ან შესაძლებელმა ბოროტმოქმედმა, მოდით ასე ვთქვათ და იყიდა უცხოეთში 250,000 евро ღირს ეგრეთ წოდებული კომპაქტური ჩემოდანი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლიათ აწარმოოთ მოსმენა 15-დან 25 კილომეტრამდე. ანუ ამ შემთხვევაში ვინ აკონტროლებს კონკრეტულად ამ სიტუაციას, ანუ არ არსებობს საპელინგაციო სისტემები, არ ჯგუფი არ იქნება საპელინგაციო, რომელიც აღმოაჩენს ასეთ აპარატურას და ბევრი კითხვა არის, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტის მიღება ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე დაუშვებელია. პლუს კიდე ის, რომ სუსი ისაც აკონტროლებდა. საფრთხეების სამსახურს, ანუ ბევრი ბერკეტი ექნება უკვე ამ ახალი ორგანოს საკონტროლებლად. ანუ ადრეც ხდებოდა სუსის მიერ მოსმენა, ხო, მაგრამ დღეს ჩვენ ამას ვაკანონებ, ანუ ლეგიტიმაციას ვაძლევთ სუს, რომ ოფიციალურად მოგვისმინონ. თუ ეს მოხდება, უпростоროდ, აი მაგალითად უცხოეთის მაგალითს მოვიყვან ავსტრიაში. ავსტრიაში უსმენენ ადამიანებს, ბუნებრივია რომ იღებენ ნებართვა სასამართლოდან, usmen ადამიანებს, მე ადამიანებს მოსდით წერილი, რომ ამ პერიოდამდე ხდებოდა მათი მოსმენა და თუ რავი პრეტენზია აქვს, ადამიანს შეუძლია რომ უჩივლოს სასამართლოში. კარგია, ჩვენთანაც შემოიღებენ ამ სისტემას. უბრალოდ სხვა რამეზე ვსაუბრობ, ვინ გააკონტროლებს კონკრეტულად იმ ფაქტს, რომ მოსმენის პერიოდში მაგალითად მივიდა ეს უბრალოდ ვინც გვისმენს, ხო, ანუ ოტოს სამსახური ნებართვა მოიძია მოსმენაზე და მე შემატყობინა რომ მისმენდა. ანუ ამის კონტროლს ვინ გაუწევს? სუსი, იმიტომ რომ სუსი იქნება ხო მაკონტროლებელი ორგანო ფაქტურად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სააგენტოზე, იმ სააგენტოში სუსის თანამშრომლები არიან. იმ სააგენტოში უმრავლესობის ნდობით აღჭურვილი ხალხი, ანუ ვის ვენდოთ ჩვენ, ახლა მე ნდობის ფაქტორს სხვანაირად უყურებ, ხო, როგორ შეიძლება მე ვენდო
გარკვეულ სააგენტოს, რომელსაც აკონტროლებს უმრავლესობა და ჩვენ მაგალითად არანაირი ჩახედვის და ჩარევის უფლება ამ სააგენტოს მუშაობაში არ გვაქვს. ანუ ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომლის გამოც ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ ამ კანონ პროექტს. გასაგებია იმ შემთხვევაში თუ კანონ პროექტს დაედო ვეტო, უკვე მმართველი გუნდი აანონსებს ვეტოს დაძლევას. რა იცვლება ამ შემთხვევაში? იცით რა არის? არაფერი არ იცვლება ამ შემთხვევაში, ბუნებრივია რომ უმრავლესობა ფლობს კონსტიტუციურ უმრავლესობას და შეუძლია ნებისმიერი ვეტო დაძლიოს, ამით არ შეიცვლება მაგალითად მათი მიზანი და ზოგადად შედეგი, რომელიც დადგება ამ კანონ პროექტის მიღებით, მაგრამ მაშინ რა უნდა ვქნათ? მაშინ ჩვენ პარლამენტში ყოფნასაც აზრი არ აქვს, ხო? ექვსი კაცი ვერაფერს ვერ უწყვიტავთ. ავდგეთ გავიდეთ, პრეზიდენტი იყენებს იმ შესაძლებლობას, რომელიც მას გააჩნია. სულ რო არაფერი არ გააკეთოს, მაშინ სხვა პრეტენზია იქნება, ხო? თქვენ შეგეძლოთ ვეტო დაგედოთ, მე რა რო დაძლევდა უმრავლესობა, რატომ არ იმოქმედეთ რაღაცა მაინც გაიგეთ პრეცედენტი მაინც შეუძლია მმართველ გუნდს გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რასაც პრეზიდენტი მათ აძლევს. ეს უკვე მათი პირადი საქმეა, ასე ვთქვათ, რატომ არ ითვალისწინებენ, მაგალითად მე თქვენს ადგილას მათ დაუსვავდი ამ კითხვას, ხო? რატო არ მოსვამთ, რატო არ ითვალისწინებენ და ასე შემდეგ. გასაგებია ბატონო გიორგი, ახლა გადავალ სხვა საკითხებზე. საკონსტიტუციო კომისიაზე დღეს მთელი დღის განმავლობაში უცხოელებზე მიწის გაყიდვის, აკრძალვის საკითხი განიხილება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე და რამდენად საშიშია ეკონომიკურად ის, რომ აღარ გაიყიდოს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწები? ეკონომიკურად მე ვფიქრობ, რომ საშიში საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ, სახელმწიფო მიწების გასხვისებით ეკონომიკაში და ბიუჯეტში ძალიან დიდი თანხები არ შემოდის. მოდით ახლა ერთმანეთს მოვატყუებ და მაყურებელსაც შეცდომაში შევიყვანთ. ზოგადად უცხოეთში ამერიკა იქნება ის თუ ევროპა ბიუჯეტი ივსება სულ სხვა საშემოსავლო წყაროებიდან და არა მიწების გაყიდვით. თუ მაგალითად მაინც და მაინც უცხოელს უნდა რომ იყიდოს საქართველოში მიწა, მაშინ რაღაც რეგულაციები შემოვიღოთ, ხო? მაგალითად ერთ-ერთი ვერსია არის ისეთი, რომ შემოგთავაზოს უცხოელმა 1 ჰექტარზე მილიონიანი ინვესტიცია. მაშინ ჩვენ უკვე ესე ვთქვათ, ანუ სახელმწიფო იფიქრებს ღირს თუ არა და რა სახის ინვესტიცია იქნება განხორციელებული, ღირს თუ არა ვთქვათ უცხოელზე მიწის გასხვისება და ესეც მუდმივ მფლობელობაში არა, ვთქვათ 59 წლით, 100 წლით, მაგრამ სამუდამოდ. ეს ერთი. მეორედ ჩვენ ავწდებით მარტივ ასე ვთქვათ უაზრობას, აი მარტივი უაზრობა არის ის, რომ უცხოელი ჩამოდის აქ, ხილულობს მიწებს და მე იმ მიწაზე ქართველს ამუშავებს და ქართველისგან კიდე ფულს იღებს. ანუ ხო მეთანხმებით, რომ ეს უაზრობაა, ხო სრულად. აქედან გამომდინარე, თუ ჰექტარზე 1 მილიონს ინვესტიციას დახარჯავს უცხოელი, ბუნებრივია უკვე იმ პრობლემას ჩვენ ავიცილებთ, რომ რამდენად უნდა მიაქირავოს მიწა ქართველს, რომ ეს მილიონი ამოიღოს. ესე იგი, უკვე სხვა მიზნებისთვის სჭირდება, ალბათ რაღაც კულტურას დათესავს, ან რაღაც სხვა, ან ქარხანას ააშენებს, სხვა მიზნებისთვის სჭირდება, ისეთი მიზნებისთვის, რომელიც საქართველოს წაადგება სამომავლოდ, იმიტომ რომ კიდე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ბიუჯეტში და პლუს თვითონ ინვესტორი, ან თქვათ უცხოელი, რომელიც ამ მიწაზე ამ ინვესტიციას დააბანდებს, მას ეკნება რაღაც გარკვეული შემოსავალი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისეთ უაზრობას, როგორიც არის საკუთარ მიწაზე, საკუთარი ხალხის შეყვანა იმ მიზნით, დასაქმება იმ მიზნით, რომ მათგან ამოიღოს უცხოელმა ფული, ეს არის აბსურდი რა, მოდით სასაცილოა. მე მაგალითად ამას ვერ ვუყურებ სერიოზულად. ქვეყანამ, სახელმწიფომ ასეთი რამ არ უნდა დაუშვოს. ბოლოს და ბოლოს თუ ქართველს უნდა მუშაობა ქართულ მიწაზე, მას უნდა მიეცეს ამის საშუალება ყოველგვარი, ისე ვთქვათ, ზედმეტი გადასახადის გარეშე. გარკვეულწილად დაამუშავებს მიწას, მიიღებს რაღაც შემოსავალს, იმ შემოსავლიდან ბიუჯეტში ფულს გადაიხდის, მაგრამ ის რომ მან უნდა იშოვოს, თქვათ $100,000 იმისთვის, რომ იყიდოს მიწა, იმიტომ რომ იჯარით ვერ იღებს, მაგრამ მას არ აქვს $100,000, ბანკიც არ აძლევს ამის საშუალებას და ამიტომ შემოდის უცხოელი, რომელიც ყიდულობს მიწას და მე აქირავებს ქართველზე, ეს არის უაზრობა და სახელმწიფოს მხრიდან, ასე ვთქვათ, არასწორი განკარგვა საკუთარი რესურსების.
გაზაგებია. ახლა გითხავთ პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე და არჩევის წესზე, რომელიც სხვა საკონსტიტუციო კომისიის ხდომაზე უნდა განიხილონ. თქვენი პოზიცია როგორია? ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს, ხალხი თუ პარლამენტი და რატომ? ხალხი და მხოლოდ ხალხი. ჩვენ ვიცით ხო, რომ მაგალითად დღეს პარლამენტში მოდით ესე ვთქვათ, მე მინდა უსვათ გადახვევა გავაკეთო. ბატონმა კალაძემ თქვა, რომ ტოქ-შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ პარლამენტში არ მივა და არ შეხვდება პარლამენტარებს, ხო? ანუ მე შემიძლია უთხრა ბატონ კახის, რომ ფაქტურად მე მას ერთის მხრივ ვეთანხმები, რომ პარლამენტის იგივე ტოქ-შოუა და მან უბრალოდ ორი ტოქ-შოუს შორის აირჩია სხვა ტოქ-შოუ. იმიტომ რომ პარლამენტს დღეს პარლამენტი ნამდვილად არ ქვია. ეს ერთი. კონსტიტუციური უმრავლესობა დღეს წყვეტს ყველაფერს ქვეყანაში. ეს გავიგეთ. მაგრამ როგორ მიიღო ესე ვთქვათ ოცნებამ კონსტიტუციური უმრავლესობა, ესეც კარგად ვიცით, ხო? ანუ მაჟორიტარული სისტემა და მაჟორიტარული სისტემის ხარვეზი არის ეს. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ხალხმა თავის დროზე მისცა ხმა ოცნებას სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ პრეზიდენტად სულ სხვა ადამიანი უნდა და არა ოცნების მიერ შემოთავაზებული კანდიდატი. და არჩევნებზე თავის არჩევანს გააკეთებს, მაგრამ თუ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კონსტიტუციური უმრავლესობის მყოფ პოლიტიკურ ძალას თავისი პრეზიდენტი დანიშნოს, მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისედაც უმრავლესობა მართავს ქვეყანას. მის მიერ დასმული ნებისმიერი კანდიდატი სულ რო ხვალ ხე უბრალოდ ჩასვა პრეზიდენტის ადგილას, ის ხეც ბუნებრივია რომ იმ დავალებას შეასრულებს, რასაც დაავალებს კონსტიტუციური უმრავლესობა. ამიტომ ინსტიტუტი დაიკარგება თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე და პლუს გარდა ამისა, რომ დაიკარგება პრეზიდენტის ინსტიტუტი, ხალხს იმედი აღარ ექნება, ფაქტობრივად დღეს რა ხდება? დღეს პრეზიდენტი და უმრავლესობა ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. ეხლა ეს დაპირისპირება საიდან გამომდინარეობს, რატო გამომდინარეობს იქიდან, საიდან გამომდინარეობს, ნაკლებად საინტერესოა, თქვა გარკვეულწილად თვითონ, მაგრამ დღეს ისე თუ ასე გარკვეულ საზოგადოების ნაწილს აქვს იმის იმედი, რომ რამე რო იყოს პრეზიდენტი რაღაცას მაინც გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს უცხოეთში მაინც გაიტანს ამბავს და იტყვის იმას, რა ხდება საქართველოში, ხო? ანუ რაც არ უნდა იყოს გარკვეული იმედი მაინც არის. მაგრამ თუ პრეზიდენტი დანიშნული იქნება, იმით ხარით, ეხლა თქვენ იცით გერმანიის კანცლერი, ხო თქვა, მაგრამ გერმანიის პრეზიდენტი თქვენ ხშირად არ გსმენიათ. ნომინალური უფლებებით სარგებლობს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მეტი ესე ვთქვათ, უფლებამოსილება გააჩნია გერმანიის პრეზიდენტს, ვიდრე ჩვენს პრეზიდენტს დღეს. მაშინ როცა წესით სულ სხვანაირად უნდა იყოს საქმე, მაგრამ ბუნებრივია რომ ჩვენი პოზიცია არის რომ საყოველთაო არჩევნები უნდა ტარდებოდეს საპრეზიდენტო საყოველთაო არჩევნები და სრულიად საქართველოს მოსახლეობა უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. გასაგებია ბატონო გიორგი, ახლა რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის საკითხს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს არჩევნების ჩატარების ეს ცვლილება ხელს, რომ თანაბარ სიტუაციაში ჩატარდეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის? ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა დავიწყო იქიდან, რომ მე მაგალითად პირადად მე არ ვამბობ, რომ პროპორციული სისტემა მაჟორიტარულს ჯობია ზოგადად საუბრობ. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ამ სისტემისთვის. ეს არის სამწუხარო, რა თქმა უნდა, თორე ამერიკაში ჩვენ ვიცით, რომ პროპორციულად არ ტარდება არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნებია ყველა შტატში, ხო? აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენ რო პოლიტიკური კულტურა გქონდეს, ისეთ დონეზე, თქვათ, რა დონეზეც ეს პოლიტიკური კულტურა დგას ამერიკაში, შესაძლებელია ჩვენთან მაჟორიტარული სისტემა, რაც შეუულებრივი გამოსავალი იქნებოდა არჩევნებში, მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტურად ყველა არჩევნებზე წავაწყდით ზუსტად ამ პრობლემას, რომ პროპორციულად ნაწილდება სხვანაირად ხმები, მაგრამ მაჟორიტარული სისტემით ყოველთვის გადაწონის ხოლმე მართველი გუნდი. ანუ ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ აქ აქცენტი იმდენად არ კეთდება მართლა ავტორიტეტ, თქვათ, პატივსაცემ ადამიანებზე, არამედ აქცენტი კეთდება თანხებზე, აქცენტი კეთდება, თქვათ, მართველი გუნდის მხრიდან გარკვეულ ზეწოლაზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად დარჩება, რა თქმა უნდა, ზეწოლაც დარჩება და ფულის ფაქტორიც დარჩება პროპორციულ არჩევნებში, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ 2016 წელს ოქტომბერში რომ ყოფილიყო მხოლოდ პროპორციული არჩევნები. უმრავლესობით ხო კონსტიტუციური უმრავლესობა ხო არ ექნებოდა მმართველ გუნდს.
ანუ ეს ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, შეიძლება ცუდი მაგალითი, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემა, რომ ჩვენ ასეთი მახინჯი პარლამენტი, ასეთი, ესე ვთქვათ, უმართავი პარლამენტი არ მივიღოთ სამომავლოდ. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნორმალურ ქვეყანაში პირიქით ყველა ცდილობს, რომ იყოს მაჟორიტარი დეპუტატი და არა პროპორციული სიით შესული დეპუტატი, იმიტომ რომ როგორც წესი პროპორციული სიით მოხვედრილი პარლამენტში დეპუტატი მე ნაკლებად ზრუნავს ზოგადად, თქვათ, ვიღაცის კეთილ დღეობაზე, როცა უფრო მეტად მზრუნველი არის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ზრუნავს თავის ოლქზე. მაგრამ დღესდღეობით თქვენ ახლა რამდენი დეპუტატი შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც გამოვიდა სიტყვით პარლამენტში და თავის ოლქზე, რაღაც ოლქის პრობლემაზე ისაუბრა. Ну, შეიძლება ერთმა ორმა გააკეთა, მაგრამ ასეთი არის 73, ხო? დიახ. და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, დღეს, მაგალითად, მაჟორიტარული სისტემა ამახინჯებს პარლამენტს. გასაგებია და ბოლოს კითხავთ საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობაზე. თქვენი პირადი პოზიცია როგორი არის? სად უნდა იყოს პარლამენტი თბილისში თუ ქუთაისში? ხშირად არის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა. ეს ძალიან პროვოკაციული კითხვა იყო თქვენი მხრიდან. ახლა დეპუტატს რო ეკითხებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ თუ პასუხი იქნება რომ თბილისში, მაშინ იმერეთში რატომღაც ხალხი მეგან გიმარტავთ მაშინ კითხვას, იყო საუბარი რომ მართველ გუნდის წევრებს მხოლოდ ახსოვთ ეს დაპირება ამბობენ რიგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ის რომ ქუთაისში უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო. მე უბრალოდ ავხსნი სხვანაირად, აიყურეთ, ძალიან დიდი თანხა იხარჯება იმისთვის, რომ პარლამენტარები მოძრაობენ მუდმივად, ხო, ორ კვირაში ერთხელ უწევთ ჩასვლა ქუთაისში, წარმოსვლა უკან ჯერტი, გარდა იმისა, რომ დანგრეული გზებია და ამორტიზირება ხდება თვითონ მანქანების და საშიშროებაც ხდება, ავარიები, ძალიან ბევრი ავარია მოხდა, ძველმა პარლამენტმა დაითვალა, მე მგონი 35 დამტრეული მანქანა. და აქედან გამომდინარე, ანუ ეს საშიშროება არსებობს. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები იხარჯება. მე თქვენ გეტყვით, რომ რთულია, ხო, ჩადიხარ თქვათ ქუთაისში ამ ხელა გზაზე მიდიხარ, ან წინა დღით უნდა ჩახვიდე, მარტო არ მიდიხარ, თქვათ, მოყვება, შეიძლება თუ მძღოლი ყავს, მძღოლი მოყვება, ცალკე მძღოლის ხარჯია, ეს ხარჯი არ არის გათვალისწინებული ხელფასი, მძღოლის ხელფასი და ანუ ძალიან ბევრი გარკვეული სირთულე არსებობს, რომელზედაც არ საუბრობს პარლამენტარი, რომელიც არ ჩანს ესე ღიად და ყველას გონია, რომ ძალიან კომფორტულია, ნამდვილად ესე არ არის, მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობ, თუ პარლამენტის გადმოტანით თბილისში ჩვენ სერიოზულად დავარღვევთ მაგალითად იმ აწყობილ სიტუაციას იმერეთში, რომელიც ვითომ და დღეს არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა მე არ ვიქნები ამის მომხრე, მაგრამ მე მაინც და მაინც დიდად ვერ ვხედავ, რომ ამოისუნთქა იმერეთმა იმით, რომ იქ არის პარლამენტი. გარდა პიარისა, რომ მანდ არის პარლამენტი, სხვა არანაირი ესე ვთქვათ დიდი მიღწევა იმერეთს არ აქვს. გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა, რომ აი თუნდაც ნახევარი თანხა, რომელიც დღეს იხარჯება ჩვენს მოგზაურობაში, იქით, ხო, ნახევარი თანხა რომ დოტაციის სახით წასულიყო იმ ქუთაისის ბიუჯეტში, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მეტს გააკეთებდა, უფრო მეტად იგრძნობდა დახმარებას ქუთაისი, ვიდრე გრძნობს დღეს. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. გასაგებია, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ ფრაქცია საქართველოს პატრიოტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე. ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარე გიორგი ლომია საუბრობდა. გადაცემაში რამდენიმე წუთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშზეც საუბრობთ, დაგველოდეთ.